აი, paper ვინ წაიკითხეს, აბა? მოდი მაგით დავიწყო. გეგე, შენ ვიცი და. სხვა? შენ წაიკითხე, გიორგი? კი. შვენიერი. ძალიან კაი. აი, გავაზიარებ მაშინ screen-ს და დავიწყებ ნაულა. ისმენ გიორგი. ის შემთხვევით დამჭრა უჭირდა. კაი, არა ვშ. კაი. კაი, დღევანდელი ლექცია იქნება არაბალანსირებული მონაცემების ტრენინგზე, რა ზოგადად რა როგორ შეგვიძლია ლოსი ისე შევცვალოთ, რომ ისეთი მოდელი გავწვრთნათ, რომ ისეთ კლასებზე, რომელშიც ბევრი მონაცემი ყრია, მაგაზეც კარგი შედეგი გქონდეს და ისეთ კლასებზეც კარგი შედეგი გქონდეს, რომელზეც ცოტა მონაცემები გვაქვს. ანუ head და tails ეძახდნენ მაგას ამ paper-ში. head-ი არის შედარებით მეტი მონაცემი, რომელ კლასშიც არის და tail-ი არის რომელშიც ნაკლებია. მაგის რა solution-ები არსებობს დღეს, თუ მოკლედ. სტანდარტული solution-ები არის oversampling-ი, undersampling-ი და inverse frequency weighting. Inverse frequency weighting-ი დაახლოებით ხვდებით ხო რაც არის, ანუ ბევრი მონაცემი რომელ კლასშიც არის, იმას ნაკლებ წოდას ვაინჭებ loss-ში და სადაც ნაკლები მონაცემი არის, იმას მეტ წოდას ვაინჭებ loss-ში. oversampling-ი არის პატარა მონაცემები, რაც არის პატარა კლასები, სადაც არის. მან პროსტა მაგ მონაცემების ან დუპლიკატებით ან აუგმენტაციებით გაზრდა მაგ მონაცემების და undersampling-ი არის პირიქით, სადაც ბევრი მონაცემი ყრია, იმათი შემცირება. მაგრამ დიდ მონაცემებზე, როგორც არის აი ნატურალისტი, ძალიან fail-დება ესეთი მოდელები, იმიტომ რომ ეს oversampling და undersampling-ი გამო, მოკლედ, ფაქტობრივად დუპლიკატი მონაცემები გვხვდება. ხო? ან ლოგიკურია, იმიტომ რომ გვიწევს ან წავშალოთ მონაცემები, ან დავამატოთ მონაცემები. და დამატება ხშირად იწვევს, რომ აუგმენტაციების გამოყენებას და ასე შემდეგ და ნუ ძალიან ახლოს არიან, ასე ვთქვათ, მონაცემები feature space-ში ერთმანეთთან. ნუ ეგ ხო ლოგიკურია. ამიტომ და ზოგადად მონაცემებიც, ანუ feature space-ში საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან და ეს უბრალოდ პირდაპირ გაწვრთნა და inverse frequency-ს მოდებაც არ არის ხოლმე სწორი, იმიტომ რომ feature space თვითონ არ აძლევენ დიდ იმპაქტს რა ეს ყველა მონაცემი რა. ან ფაქტობრივად შეიძლება პატის ფოტოები ძალიან გავნեն ერთმანეთს და ვერ ისწავლოს მოდელმა მაინც კარგად რა. ერთი კლასის ფოტოები ფაქტობრივად ერთმანეთს იმდენად გვანან, რომ ფაქტობრივად დუპლიკატები არიან და ვასწავლით მხოლოდ დუპლიკატების ან დუპლიკატებს რა, იგივე ფოტოზე ვწვრთნით. რაც გენერალიზაციას უშლის ხელს. რის გამოც აი ესეთ მონაცემებზე და ესეთ სატესტო მონაცემებზე fail-დება. ხო, და მაგის შემდეგ პოინტიც ეგაა, რომ ეს უნდა დავაიგნოროთ როგორმე ეს დუპლიკატები და რამე სხვა მეთოდი შევიმუშაოთ. კაი, რატო შეიძლება inverse frequency fail-დებოდეს? მიპასუხე. არ აწიხონ ხელი. ანუ დუპლიკატები რო იქნება უბრალოდ გავლენას, ეგ დუპლიკატები ხო არ უნდა ახდენენ loss-ზე, იმიტომ რომ რეალურად უკვე მივიღეთ მაგაზე რა შედეგიც მიიღო რა და ანუ რეალურად რაც შენ თქვი, ეგ არის მთავარი მიზეზი, რატომაც fail-დება inverse frequency weighting-ი რა, ანუ ეგ ხო. ანუ ეგ ხო პროსტ არის რომ წონა იქნება ერთი შეფარდებული, რა სიხშირითაც ხვდება ამ კლასის მონაცემებიდან, ანუ აზრი არ აქვს მაგას, იმიტომ რომ ან იგივე მონაცემი შეგხვდეს, ან სუდი მონაცემი, ანუ არ იმუშავებს პროსტა რა. Feature space-ი რა ძალიან როგორც ახსენე, feature space-ში დიდად არა აქვს, რა ზეგეთი feature space-ი დიდად. ანუ overlap-ი ხდება თან. კი, overlap ხდება ნამდვილად, ზუსტად მაგაზე არის ეს paper-ი, რომ overlaps როგორ ავუაროთ გვერდი, ხო? კაი. შემოიტანეს ესეთი კონცეფტი.
effective number-ი. აი რა არის effective number of samples რა? არის ესე იგი, ხო, აი, მიპასუხე. ანუ მე როგორც გავიგე effective number of samples ის არის ანუ ერთი კლასის მაგალითად აქ ჩიტებზე იყოს საუბარი, ანუ ჩვენ ვატრეინებთ, ანუ ეს ჩიტები რაღაც ანუ საშუალოდ რამდენი სამპლი არის ყველაზე ანუ ეფექტიური, ანუ არა, ხო, კი, ნუ ეგ არის რა, ეგ არის კი. და ხო, მაგ საშუალოდ მამეთ სწორიც არის, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ ამ effective numbers ვიღებთ როგორც ფიქსირებულ რიცხვს, ხო? ან ტრენინგისას ყველა კლასისთვის ცალ-ცალკე არ გამოგყავს, იმიტომ რომ time consuming არის და არ არის ეფექტური თვითონ იმაში რა ტრენინგისას, როცა მით უმეტეს ბევრი კლასი უძღვნით. ბევრი, ანუ ეფექტური შეიძლება იყოს კიდევაც, ანუ ამათ თქვეს, რომ უბრალოდ heavy computation-ები ჭირდებაო და გამღლიაო და ფაქტობრივად გვეზარები. და პერფორმანს აღაზრდის რა, ანუ მაგ რაღაცა იმას რო გაზდი, აღარ იზრდება რა, შედეგი. კაი, და თითოეული მონაცემი ჩვენ დატაში ვთქვათ, რომ რაღაცა ერთი სტოლ წირს შემოწერს და ეს n-ი ვთქვათ ანუ რაღაცა ისი გვაქვს, ესე იგი რაღაც ფართობი და მან ყრია ეს ჩვენი ყველა ეფექტური მონაცემი რა და თითოეული data point-ი არის data point-ის რა ქვია ფართობი არის 1 და ჩვენ გვინდა რომ ფაქტობრივად S-ი დავაესტიმეითოთ რა, ანუ რამდენი იქნება ეს ფართობი. თუ დავსემპლავთ თითოეულ მონაცემს, ანუ თითოეულ მონაცემს რო ვამატებთ, არის ალბათობა რომ overlap-ი იქნება რაღაც p ალბათობით და იქნება 1 - p ალბათობით, რომ არ იქნება overlap-ი. და expected number-ი, effective number of samples არის, ანუ მათემატიკური მოლოდინი ამ ყველა დასემპლილი მონაცემის, ხო? ანუ ეგრე არის ფაქტობრივად ახსნილი. მე როგორც ვიცი გეომეტრიული პროგრესიის ჯამია პროსტა ეს effective number. ხო, მივალთ მაგამდეც, კი. გეომეტრიული პროგრესიის ჯამი ნამდვილად არის. პირდაპირ ფორმულიდან შეგიძლია მიხვდეთ რომ გეომეტრიული პროგრესიის ჯამი არის. რაც ჯამი 1-დან n-მდე, სადაც n-ი არის რაც რიცხვი, იმისი რა ქვია მონაცემების 1-დან n-მდე ბეტა ხარისხად i-1, ხო? ანუ ეგეთი ჯამი იქნება. არაფერი განსაკუთრებული. 1 ბეტა, ბეტა -2, ბეტა -3, ბეტა -4, ანუ უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესია არის, ხო? და 1-დან პირველი ელემენტიდან n ელემენტამდე მაგის ჯამი არის. კი, ეგ არის ნამდვილად. არა, expected value რო თქვი ცოტა დავიბენი, ანუ expected value არის რეალურად რა, ანუ expected values მიხვდები რატომაც არის რა, ეხლა ცოტა ხანში მივალთ მანამდე რა. ანუ მათემატიკური მოლოდინი არის ფაქტობრივად ესეც და ნახავ რა. ნახავ. აუ, განმარტებით და ზოგადად ინდუქციით რო ამტკიცებს, ზუსტად მაგ ფორმულას იყენებს, ანუ ბერნულის განაწილებით ითვლის მათემატიკურ მოლოდინს. გასაგებია. აი, მივალთ. აი, განახებ რა. კაი, ნუ ბეტას იღებს რომ n-1 შეფარდებული n-თან არის და ნუ ბეტა არის რეალურად პარამეტრი რა. n-ი არც არ გამოყანო, პროსტა ის არა, ეს განმარტება არის რა. ხო, ანუ თითოეული ახალი სემპლი უფრო ნაკლები ინფორმაციას გვაძლევს, იმიტომ რომ overlap-ი არის feature space-ში. და რაც ლოგიკური არის, რა თქმა უნდა რა. კაი, ბეტა როგორ აკონტროლებს თვითონ n-ის მოქმედ n-ს მიპასუხე. ნუ ზოგადად ძალიან შორიდან რო შევხედოთ, არა მათემატიკურად, ანუ რაც უფრო მაღალი იქნება ბეტა, მით უფრო იმ assumptions ვაკეთებთ, რომ მეტი დუპლიკატი არის ჩვენ და დასეთში რა და უფრო მეტად მოხდეს მაგ expected value-ს შერჩევა რა და რაც უფრო ნაკლებია, მაგას არ ვიძახით და ვიძახით, რომ ანუ ბევრი, ანუ repetitive მონაცემები არ არის. და ანუ რეალურად მათემატიკურად თუ შევხედავთ, უბრალოდ რო ჩავსვათ, ერთს რო ჩავსვათ, აქ ხო ანუ undefined იქნება თვითონ რა, 0-0-თან შეფარდება იქნება. და ანუ მაქედან გამომდინარეობს ეგეც რომ რაც უფრო მაღალი იქნება, მით უფრო
მეტი იქნება effective number-ი რა. ნუ ერთთან ახლოს აიღეს ექსპერიმენტებში. ხო, ერთთან ახლოს იღებენ, კი. ანუ დიდ ბეტაზე მოკლედ უფრო ნელი სატურაცია არის და პატარა ბეტაზე უფრო სწრაფი სატურაციაა რა. და შენ რო თქვი 0-0-თან არისო, ეგ არის ლიმიტი, რომელიც, ანუ ლიმიტს რო ითვლიდნენ, ხო? ანუ 100 აი, ერთს მაგით არ იღებენ, ხო? ანუ ერთთან მაქსიმალურად ახლოს ცდილობენ აიღონ ეს პარამეტრი. ხო, ერთთან მაქსიმალურად ახლოსაც რო იღებენ, რეალურად ანუ ამის მნიშვნელობა გამოდის, არ გამოდის 0-0-თან, გამოდის თვითონ მონაცემ კლასში კლასში რამდენი მონაცემიც არის, იმის ზომა, n. ეგ გამოდის ლოპიტალის წესის გამო. ლოპიტალი წესს არ უნდა იცოდე. რომელ კლასში ხართ? ამახსენებთ? მე-11. მე ვიცი ლოპიტალის წესს. ხო. მე ხო, კომაროველი მე-11 კლასელის მეორე სემესტრში უნდა გასწავლონ წესი თვითონ სილაბუსის მიხედვით. მაგრამ წინა წელსაც ისწავლილი შენ მომენტ, იმიტომ რომ ხო, გაიაში, ნუ მე გაიადან. ხო, ანუ კომაროვში სასწავლიან მაგას, არაფერი რთული არ არის და ზოგადად კალკულუსიც არ არის რთული, ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ მათემატიკა და მათემატიკა გამორცხულია რომ არ მოგეწონოთ. აი. ხო, აი ამაზე ვიძახდი რა. მოდი paper-ს გავხსნით თვითონ, იმიტომ რომ კარგად წერია გასაგებად. აი, ნუ ჩვენ ვიძახით, რომ ეს n-ი არის 1 - ბეტა ხარისხად, n-ი შეფერდებული 1 - ბეტა, სადაც ბეტა არის 1 - 1 შეფერდებული 1-თან. ეს არის ჩვენი წინასწარ რაც ვთქვით რა. და უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს სრულდება ყველა n-ისთვის. და მაგის ვამტკიცებ ინდუქციით, ანუ e1 ისა, გიგის დავამატებ. ხო, ანუ პირველი რო 1 იქნება, ეგ ლოგიკური არის, იმიტომ რომ პირველ დატას ვსემფლავ და ლოგიკურია, რომ feature space-ში ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს და უნდა გახდეს 1. ამ ფორმულის მიხედვით ახლა 1-ს რო ჩავსვავ n-ის მაგივრად იქნება 1 - b ხარისხად 1 შეფერდებული 1 - b-სთან და რაც 1 სტოლი არის პირდაპირ, ხო? კაი, ინდუქციის ალგორითმი ვაფშე გახსოვთ, როგორ არის? ანუ რეკურსიას გავს ძალიან რა, ანუ ვინც კოდის წერა, ვისაც კოდის წერა გიყვართ, არ ვიცი. ხო, ანუ ფაქტობრივად ჯერ base case ვიძახით და მე ვამბობთ, რომ აი n ჯერ შესრულდა და a ჯერ შესრულდა და k + 1-ზეც თუ სრულდება. და k + 1-ზე თუ სრულდება, მაშინ ესე იგი ყოველთვის სრულდება. ნუ აქ k - 1 იღებენ და ნუ a ჯერ თუ შესრულდაო, ეგ არისო რა. ხო. აი, ანუ ვიძახით, რომ n-1-ის დროსაც სრულდება და ჩვენ გვინდა რომ ახლა შევამოწმოთ n-ისას თუ სრულდება. აი, ეს არის იდეაში expected value რა. და expected value როცა მაქვს ბერნულის განაწილება, ანუ ფაქტობრივად რა ხდება? მაქვს p ალბათობით რომ overlap-ი იქნება და 1 - p ალბათობით რომ overlap-ი არ იქნება. ანუ overlap-ის შემთხვევაში ფაქტობრივად 0 მიბრუნდება და overlap-ი თუ არ მოხდა, მაშინ +1 ემატება, იმიტომ რომ ჩვენი ვოლიუმი ხო 1 არის, ხო ვთქვით მანამდე რომ ფართობი s-ი, ან თითოეული data sample-ის არის 1. ანუ ზუსტად მაგას წერს რა. ანუ pager n-1, ანუ მანამდე რაც მქონდა უკვე, ანუ 0-ის მაგივრად n-1 იმიტომ წერს, რომ n-1 უკვე გავიარე და n-1 ფართობი უკვე მაქვს. ანუ ეგ დარჩება. და 1 - p ალბათობით მექნება, რომ n-1 + 1 გახდება. ეგ ხო გასაგები არის? ახლა ხო არ ახსნა? კი ბატონო. ხო, ანუ pager n-1 plus 1 - pager n-1 + 1. ანუ ძალიან ლოგიკური არის, ანუ ჩვეულებრივი მათემატიკური მოლოდინი არის n-ის. როცა მაქვს ბერნულის განაწილება. ანუ n-1 იქნება უკვე რა ფართობიც მაქვს და n-1 + 1 მექნება რა ფართობით მექნებოდა overlap-ი რო არ მოხდეს და მაგათ ალბათობებზე ვამრავლებ და ვაჯამებ. ეგ არის და ეგ. ნუ ეს საბოლოოდ აქ შეიკვეცება რა, ანუ არა ეგეთ რთული რა. პირდაპირ იკვეცება ბევრი რაღაცა რა, ხა +n-1 იქნება და +1 და minus pager n-1, ანუ pager n-1 შეიკვეცებოდა პირდაპირ და minus p დარჩებოდა რა.
ხო? და ნუ აქ ბოლოს მინუს p მექნებოდა b1-ზე რო გამრავლდებოდა. და ნუ ფრჩხილებს გარეთ რო გავიტანთ n-1-ს, დამრჩებოდა n-1 შეფარდებული n-თან. იმიტომ რომ p-ს ჩავსვამდი აი ამას. გამიგეთ? ანუ p რატო ტოლია ამისი რა, ანუ რაც უფრო მეტი data sample მაქვს გავლილი. ხო ლოგიკურია რომ იმის ალბათობა რომ overlap-ი მოხდება უფრო მეტი იქნება, ხო? ხო, ამიტომ ეს პირდაპირ ძალიან სწორხაზოვანი ლოგიკა არის, რომ ეს ავიღოთ ჩვენი ალბათობა იმისა, რომ overlap-ი მოხდება, იმიტომ რომ რაც გავლილი გვაქვს შეფარდებული იმ ჯამურ ფართობთან, რასაც შემოწერს ჩვენი ეს effective number-ის წირი. ხო, აი სულ ეგ არის ამის ლოგიკა რა. საბოლოოდ რო ჩავსვავთ, აი ჯერ ეს დაგვიჯდება და ეს მაგივრად უნდა ჩავსვათ უბრალოდ ხარისხად ხარისხად არა n-1 შეფარდებული n-თან და საბოლოოდ დაგვიჯდება ეგ რა. აი ეს ფორმულა. და ჩვენ ხო ვიცით რომ n-1 შეფარდებული n-თან მანამდე ავიღოთ რომ ბეტა. ანუ წინა განმარტებით. ანუ ეს გამოვა 1 + ბეტა ჯერ n-1. მერე რა თქმა უნდა, ანუ ლოგიკურად ვამბობთ, რომ ეს სრულდება, იმიტომ რომ ინდუქციის ლოგიკაც ხო ეგაა, ანუ n-1 ჯერ თუ სრულდება, n ჯერაც უნდა შესრულდეს და შესაბამისად n-1 ჯერ თუ სრულდება ეს, მან შეგვიძლია პირდაპირ n-1 მაგივრად ეს ჩავსვათ, ხო? ანუ ბეტა ჯერ 1 - ბეტა n-1 შეფარდებული 1 - ბეტასთან რა გამოვა? შევიტან უბრალოდ ეს დავაერთმშნელიანოთ, ვქოთ 1 - ბეტა დაგვრჩება და ზემოთ დაგვრჩება 1 - ბეტას პლუს ბეტა, იმიტომ რომ ბეტა ჯერ 1 მინუს ბეტა ხარისხად n. იმიტომ რომ ბეტა გამრავლდება ბეტა ჯერ ბეტა ხარისხად n-1-ზე და გამოვა პირდაპირ ის, რაც ცვლოდებოდა 1 - ბეტა ხარისხად n შეფარდებული 1 - ბეტასთან. ანუ შესრულდა ჩვენი დამტკიცება, ანუ ყველა შემთხვევაში სრულდება აი ეს პირობა, რომ n-ი არის 1 - ბეტა ხარისხად n შეფარდებული 1 - ბეტასთან. აი, როგორც გეგემ თქვა, წერან, ნუ ეს არის პირდაპირ გეომეტრიული უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის ჯამი. ხო? ეგ ხო ნაცნობი არის მე მგონი ყველასთვის. არ მგონია რომ რაღაც სკოლის მასალა. კომაროვში მეცხრეში ისწავლება ეგ. ხო, ანუ გეომეტრიული პროგრესიის უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის ჯამი და უბრალოდ ჯამის ფორმულად ჯამად გადაწერა რა მერე რა. აი, მერე ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ასიმპტოტები შევამოწმოთ რა. მაინტერესებს რა ხდება ასიმპტოტებზე. თუ ნუ ბეტა ტოლიანობის ხო გისმენ? სატურაცია, ანუ მათემატიკური დეფინიცია სატურაციის თვითონ ვერ გავიგე და იმას ნიშნავს, რომ რამდენად როდის მივიღებთ ასიმპტოტას ჩვენი ფუნქციისთვის? სატურაცია სად როდეში? ანუ რა არის თვითონ ველიურა ანუ სატურაცია მათემატიკურად როგორ განიმარტება, იმიტომ რომ ანუ სატურაცია იყო ბეტას გარდატეხასთან დაკავშირებით, ანუ მაგასთან დაკავშირებით ახსნეს თვითონ სატურაცია და ვერ მიხვდი რას ნიშნავს რა. სად ახსენეს, აბა იქნებ მე გამარჯ. ვეით ნახავ? მოიცა paper-ში დავსერჩავ და ანუ შენს თქვი მგონი სატურაცია ხდებაო ბეტასიო თვითონო არა, მე სხვა რაღაცა ვთქვი, ნახე, ანუ როცა დაბალი ბეტა მაქვს სწრაფი სატურაციაა და როცა დიდი ბეტა მაქვს ეცი როგორ თქვი? ხო და სატურაცია რას ნიშნავს? არა ბეტაზე მაქვს უფრო სწრაფი სატურაცია და დიდ ბეტაზე მაქვს უფრო ნელი სატურაცია. ეგ თქვი მე, ხო? ხო. კი და ანუ სატურაცია რას ნიშნავს თვითონ ეგ არ ვიცი. აი, კაი. ანუ რამდენად სწრაფად ესე იგი თითოეულ უნიკალურ კლასზე რამდენად სწრაფად აჩერებს იმას რა ქვია, ანუ რამდენად მაიცად ჩამოვყალიბებ, ესე იგი უფრო სწრაფი სატურაცია რო ვიგულისხმე, ანუ რამდენად სწრაფად გააჩერებს
ფაქტობრივად ეს რაც უნიკალური ინფორმაციის flows ზრდას რა, ანუ რამდენ სწრაფად გაჩერდება უნიკალური ინფორმაციის შემოსვლა რა. აჰა, ოკეი. რაც უფრო მეტ samples დავამატებ. ალბათ ხო, ანუ ეგრე უფრო არის რა. გასაგებია, ხო, დაახლოებით მივხვდი რა. რამდენად სწრაფად გაჩერდება ინფორმაციის შემოსვლა, რაც უფრო მეტ samples დავამატებ რა. რამდენად უფრო სწრაფად გაჩერდება feature space-ის ზრდა, ანუ ფაქტობრივად რა. გასაგებია. კაი. ცოტა off guard წამიჯერე, ანუ დამავიწყდა საერთოდ როცა ვთქვი. არა, ანუ მართლა არ ვიცოდი რა სატურაცია. არა უშავს კაცო, ხო. იმედია რაც ოდნავ მაინც ჩამოვყალიბე, იმიტომ რომ არა, მივხვდი უკვე რა, ანუ უბრალოდ სატურაცია რაც არის, მაგას ნიშნავს ეს სატურაცია და რაღაც მათემატიკური ის. არა, მათემატიკურად არა, ხო, ანუ. ოკეი. კაი, asymptotic properties, ხო, ასიმპტოტები სადა აქ. n ტოლია 1-ის, როცა ბეტა ტოლია 0-ის, ეგ წერანაც გავარჩიეთ ინდუქციისას. ანუ n ტოლია 1-ის. და n მისწრაფვის n-ისკენ. როცა ბეტა მისწრაფვის 1-ისკენ. რატო ხდება ეგ? და ხო, ანუ ლიმიტს ითვლიან უბრალოდ რა. ლიმიტები რამდენს გაქვთ გავლილი ან წარმოდგენა რამდენს გაქვთ ლიმიტები რა არის საერთოდ. ხო, შენ ვიცი, ხო. კი ბატონო, ყველას თუ ქონიათ. ძალიან კაი. კაი. ხო, ნუ პირველის, ანუ როცა ბეტა 0-ისკენ მიისწრაფვის, მაგის გარჩევას აზრი არ აქვს და მოდი გავარჩიოთ, როცა 1-ისკენ მიისწრაფვის. ესე იგი ზედა ნაწილი აიღო რომ ნუ რაც ბეტას ფუნქცია f-ი არის და ქვედა ნაწილი ანუ რიცხველი და მიშველი უბრალოდ დაანაწევრე და ეგ არის ბეტას ფუნქცია ჟ. ანუ 1 - ბეტა ხარისხად n და 1 - ბეტა. ანუ ლიმიტი უბრალოდ ბეტა როცა მიისწრაფვის 1-ისკენ არის პირველ შემთხვევაში 0, ხო? იმიტომ რომ 1 - ბეტა ხარისხად base 1 ხარისხად n-ი გამოვა რა დაახლოებით, ნუ მიახლოებით და ეგ გამოვა პირდაპირ 0, ხო? იმიტომ რომ 1 ხარისხად n-ი ეგრე წარმოიდგინეთ რა. და 0-ის ტოლია და ქვემოთ ფუნქცია, ანუ gb არის ასევე 0, იმიტომ რომ ბეტა როცა 1 არის 1 - 1 გიჩნდება და ასევე 0. ანუ 0 შეფარდებული 0 არის undefined და არ გვაწყობს ეგ რა, ანუ განუსაზღვრელია რა. როგორ ვიქცევით? ლოპიტალის წესი გვეუბნება, რომ რიცხვის და ნიშნვის რო გავაწარმოოთ და ისე დავთვალოთ ამ ფუნქციის ლიმიტი, მივიღებთ ზუსტად იმ ლიმიტს, რაც აქვს ამ ფუნქციას რა. ანუ ეგ არის ლოპიტალის მუღამი, რომ ანუ წარმოებულით იგივე შედეგზე გავდივარ, სწორ შედეგზე გავდივარ უბრალოდ რა. და ნუ გააწარმოო ორივე ნაწილი ფუნქციის რა, ანუ როცა ანუ ზედა ნაწილი რო გავაწარმოოთ, რა იქნება რა? რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ ბეტათი. ესე იგი ბეტა ხარისხად 1 - ბეტა ხარისხად n-ი როცა მაქვს. და ვაწარმოებ, რა ქვია, ბეტათი გამოვა რა, ნუ 1-ის წარმოებული ბეტათი არის პირდაპირ 0 და მინუს ბეტა ხარისხად n-ი უნდა გავაწარმოო, რაც იქნება, ნუ n-ი ქვემოთ ჩამოვა და 1 გამოვაკლდება ხარისხს. ანუ მექნება ეს ფუნქცია. -n ჯერ ბეტა ხარისხად n - 1. ხო? და gb რო გავაწარმოოთ, პირდაპირ -1 დამიჯდება. იმიტომ რომ -1 - ბეტას ვაწარმოებ, რაც არის 1 რო გავაწარმოო ბეტათი 0 დამიჯდება და -ბეტა რო გავაწარმოო, -1 დამიჯდება. ან ხარისხი ჩამოვა უბრალოდ მანდაც რა, -ბეტა ხარისხად 1 რო არის, ხარისხი გამოვაკლდება, ანუ 1 - 1 დამიჯდება, ანუ 0-ია და -1 და 1 ჩამოვა რა ჩვეულებრივად რა და გამოვა -1. ხო გასაგებია, ანუ -n ბეტა ხარისხად n - 1 შეფარდებული -1-თან არის. ნუ მინუსები წავა, ბეტა ხარისხად n - 1 იქნება 1-ის ტოლი, იმიტომ რომ ბეტა მიისწრაფვის 1-ისკენ და გამოვა ჩემთვის პირდაპირ -n. ანუ n მაქვს, ახლა ჩემი ლიმიტი არის n. ანუ n-ი, ანუ
effective number-ი გამომივა n-ის ტოლი. პირდაპირ მიჯდება data sample-ების ოდენობა. გასაგებია ხო ეგ? კი. კაი. Okay. შვენია. ხო, ანუ იქ გავიარე. აი, ბეტა თუ ნორმალი აი ეს კაი კითხვა არის რა. ანუ coarse grained და fine grained იცით რაც არის? თუ ეგეც აქვს? ვერ გავიგე თუ შეგიძლია თავიდან. ანუ თუ ბეტა არის 0.99, როგორი მონაცემები მაქვს, ანუ fine grained თუ coarse grained, ანუ ეგეც ეწერა paper-ში რა და თუ არ იცით არ გახსოვთ, ამას შეიძლება ვიტყვი მაგას რა. coarse grained არის ანუ ვიზუალურად ძალიან განსხვავებული მონაცემები. ანუ თითოეულ კლასი არის ფაქტობრივად ძალიან განსხვავებული რეგიონების მქონე და feature space თითოეული მონაცემები ფაქტობრივად ძალიან ბევრს ხმატებს რა. Fine grained არის აი near duplicate-ები რო არის ისეთი მონაცემები რა. ანუ დიდი overlap-ები იქნება მონაცემებს შორის. აი მაგალითად fine grained-ის მაგალითი არის cifar 100 აქ ახსენეს. და არის მაგალითად მან ისინი რა ქვია ჯიშების ან ჯიშების ის რა ქვია კლასიფიკაციები და ასე შემდეგ რა. აი ნატურალისტი თუნდაც ძალიან ბევრი ფრინველის ჯიშებს შორის განსხვავება. ან თუნდაც coarse grained არის cifar 10, სადაც არის აი მაგალითად ძაღლი ის რა ქვია მანქანის წინააღმდეგ და თვითმფრინავის წინააღმდეგ რა. ანუ კლასებს შორის overlap-ი ფაქტობრივად არა. ხო და აი ბეტა როცა მაქვს 0.99. თქვენი აზრით. fine grained dataset-ი არის თუ coarse grained? ისმენ. ჩემი აზრით coarse grained. იმიტომ რომ ან ბეტა 0.99 რომ არის ნიშნავს რომ ბევრი განსხვავებული მონაცემები აქვს. აი სხვა? ყველას coarse grained-ი გონიათ? არა, ანუ არავის არ გაქვს სხვა აზრი? ვიმსჯელოთ მაგაზე. მე მაგალითად fine grained-ი გონია. რამე კონტრარგუმენტი არ გაქვს ჩემთან? მე მაგალითად ის მაქვს რომ ძალიან ბევრი მსგავსი მონაცემები გამექნება. მაგის გამო ავიღებდი აი ბეტას უფრო მაღალს. ან თითოეულ კლასში ძალიან მსგავსი მონაცემები მექნება თქო ვიზახი. ანუ ბეტა აღნიშნავს თითოეულ კლასს, ანუ მონაცემების ანუ ერთგვაროვნებას, ერთი კლასის მონაცემები რამდენად ერთგვაროვანია და თვითონ coarse grained-ი მთლიან dataset-ზე გულისხმობს. და ანუ fine grained. ბოდიში როგორ? ან არის მის კარგად ხმა და ვერ მივხვდი რა მითხარა. ერთ წუთით? ან შეიძლება მე ვერ გავიგე წესიერად. ეხა? ხო. ანუ
მე ისავს ვთქვი, რომ ანუ ბეტა უფრო გულისხმობს, ანუ ერთი კლასი რომ ავიღოთ, აი მაგალითად თქვენს თვითმფრინავებზე, მანქანებზე და ძაღლებზე. ანუ მხოლოდ ძაღლებში რამდენადი, ანუ ერთნაირია მონაცემები, ანუ რამდენად ერთნაირი, არა, რამდენად განსხვავებულია მონაცემები, ანუ რაც უფრო ერთია, ანუ ერთ კლასზე აღნიშნავს მონაცემების განსხვავებასა და ანუ fine grained და coarse grained თვითონ ტერმინები მთლიან dataset-ზე გულისხმობს, ანუ ანუ fine grained და coarse grained თლიან dataset-ებზე გულისხმობს, კი. მაგალითად ახლა fine grained-ში მე ვიზახი, რომ კლასები ისე მაქვს, რომ აი ზოგი ფოტო ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რავი, თუთიყუში მაგალითად სხვადასხვა პოზაშია, ორი ფოტო მაქვს, ორივე ერთ კლასში არის და თუთიყუში მხოლოდ სხვადასხვა პოზაში დგას. და მე ვიზახი, რომ მანდ ბეტა მაღალი რო იყოს, ის იყოს რა. მიჩვენია რა. კი. ხო? მაგაზე ფაქტია. კი, ანუ ეგრე გურჩენია. ანუ fine grained ყოფილა? კი, ანუ შევიცვალე აზრი. კი ბატონო. აი. ხო, მეც ეგრეთ ანუ მე მივხვდი შენ რაც თქვი თავიდან რა, მაგრამ ეს უფრო ლოგიკურად ჟღერს მე მგონი რა. ოკეი. კარგი. ესე იგი, მივედით ლოსებამდე. ამდენი, ანუ ის ლოსებამდე ეხა მივედით ამდენი გამოყვანდა რაღაც განახეთ და ლოსები ეხა იწყება უფრო რა. აი, ფაქტობრივად ესენი იძახიან პირდაპირ ან დიდად ბევრი გამოყვანა მერე ლოსებში არ აქვს რა. პირდაპირ იძახიან, რომ ლოსი უნდა გავამრავლოთ 1 - ბეტა შეფარდებული 1 - ბეტა ხარისხად NY. ნუ NY არის ის რამდენი data sample მაქვს რაღაც Y კლასში. აი ეს მაინტერესებს თქვენი აზრი რა. ერთ შეფარდებული NY-ზე ვამრავლებ ჩემს loss. აი რატო და რატო ვამრავლებ NY-ზე? ნუ რატომაც ვაკეთებ სიხშირეების შემთხვევაშიც ანალოგიურად, რომ ერთი გაყოფილი სიხშირეზე ვაკეთებ და არა პირდაპირ სიხშირეს. ანუ მიზეზი ისაა, რომ ერთს რო გაყოფ მაგ n-ზე, ანუ თუ მაღალი იქნება n-ი, მაშინ loss იქნება მით უფრო დაბალი რა. და ანუ ეგ არის მიზეზი. ანუ რაც უფრო დაბალია n-ი, მით უფრო მაღალი იქნება თვითონ წონა კონკრეტული კლასისთვის რა. და ეგ არის მიზეზი თვითონ მაგის რა. ხო, რა თქმა უნდა, ხო, ლოგიკურია რა. ანუ NY თუ დიდი მაქვს, ესე იგი რა დიდი კლასი მაქვს და არ მინდა რომ დიდ კლასს დიდი წონა მივანიჭა, ხო? და წონა დაბალი იქნება. და წონა, ანუ ერთს რომ შევაფარდებ, ნუ პროპორციულ წონას მივანიჭებ, ხო? რა თქმა უნდა, ლოგიკურია. ყველამ გაიგეთ? არა, მოდი, ყველამ გაიგეთ. ვინმე თუ ვერ გაიგეთ, მითხარით. ანუ ვინმე თუ რამე ვერ გაიგეთ so far am paper შეიგეთ მითხარით და ახლიდან გავიაროთ. ეს კიდე ერთხელ რომ გავიმეოროთ, რატო ერთი შეფარდება და არა თვითონ ეგ. კი ბატონო. NY დიდი თუ მაქვს. ესე იგი ზოგადად ეგ კლასით საკმაოდ დიდი არის. მაგაში მომყვები? კი. ხო და ეგ მაგაში თუ მომყვები, დიდი კლასი რო NY-ზე გავამრავლო loss-ი, ან ფაქტობრივად უფრო დიდ წონას ვანიჭებ დიდ კლასს. ეგ ხო ალოგიკურია. კი და ანუ მაგის შებრუნებული უნდა მივანიჭოთ. თუ? ხო, მაგის შებრუნებული უნდა მივანიჭოთ. აი როგორც inverse frequency რო ვახსენე დღეს რა, ანუ თუ მაქვს რაღაცა ანუ კლასი დისბალანსი თუ მაქვს მონაცემებში და მონაცემების შეფარდება არის სიტყვაზე რავი 2 1-ან 2 კლასის კლასიფიკაციას ვაკეთებ რა
პირველ კლასს ხო, პირველი კლასის ლოს ხო მივცემ 1/2-ს და მეორე კლასის ლოს 1/2-ს კი არა. რავია, გავამრავლებ 1/13-ზე და მეორეს გავამრავლებ 2/13-ზე რა, რომ იმას რა ქვია, დაბალანსდეს ლოსები რა, ხო? ანუ მეორე კლასის ლოსი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე პირველი კლასის ლოსი. მიხვდი მაგას? კი. რომ ანუ ეგ მაგის ჩვენ მიზანი ხო ისაა რომ დისბალანსი რო მომცემში ეგ დისბალანსი ფაქტობრივად გავაქროთ. და მოდელმა მაინც კარგად იმუშაოს მიუხედავად იმისა რომ ცოტა დატა აქვს თანახი ამ კლასის. ან ზუსტად ეგ არის აქაც მუღამი რა ერთ შეფარდებული ny-ის მუღამი ისაა რომ ny როცა დიდია რაღაც კლასზე არ მინდა რომ დიდი ის რა ქვია მნიშვნელობა მიენიჭოს ბევრად იმაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს ვიდრე რაღაცა tail კლასზე რომელშიც ცოტა მონაცემი მაქვს. ხო, ანუ მე ლოსები გამოყავთ რა. აქ არის ლოსების გამოყვანები. თუ გინდათ მე გადახედეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთ სახემდე დადის რა, პირწამით. ყველა ერთ სახემდე დადის რა. აქაც იგივე არის. აქაც იგივე არის. აი, საბოლოოდ პროცესზე გამრავლება არის ამაზე. აი, ხო გისმენ. ხო, ერთი კითხვაც მაქვს და თან ანუ შენი აზრით უფრო მაინტერესებს რა, ანუ უყურე ამ paper-ით ხო იმ assumptions ვაკეთებთ რეალურად, რომ რაღაცა ახალ მონაცემებს რო ვამატებთ, overlap-ი უნდა გავარკვიოთ იმისათვის პირველ რიგში, რომ მე predefine ვქნათ loss. და ანუ თქვათ ძალიან თუ ვინა ის ცოტა მოდელი მივიღოთ და რაღაცა ამ მეთოდს აზრი ექნება თუ არა. იმის გამო მაინტერესებს ნაწილობრივ რომ იმ assumptions ვაკეთებთ ამით რომ მონაცემებს და ახალ დამატებულ მონაცემებს შორის overlap-ი კეთდება რა. ანუ პერფორმანსი თუ არ გაიზრდება და effective informations დეფინიციას ნახე, აი სოტას როცა აკეთებ რა, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ის ფაქტიც რომ შენ ანუ იდეალური მონაცემები არ არსებობს რა. მაგაზე ხო თან ხდებით. ანუ overlap-ი დიდი ალბათობით მექნება ხოლმე. გააჩნია რამხელა overlap-ი და вообще მონაცემები, ანუ ეგ ხო data როგორი გაქვს იმაზე დამოკიდებული, მაგრამ ანუ ორი მომენტი არის მანდ რა, ჩემი აზრი აი ორად იყოფა რა. ერთი ის რომ ეს paper-ი არის 2019 წლის. მე მგონია რომ კლასის დისბალანსზე შეიძლება კიდე რაღაცა ახალიც იყოს, რაც ჯერ არ გაგვირჩევია რა. კლასების დისბალანსი ხვდები? და შესაბამისად ცოტა შეიძლება ეს არ იყოს ეს მეთოდი. მეორე შემთხვევაში შეიძლება მიიღო მაინც კი, იმიტომ რომ შენ რეალურ ცხოვრებაში არ შეხვდები ისეთ მონაცემებს, სადაც data არის კარგად დაბალანსებული, ხვდები? გამორიცხულია ეგეთ მონაცემებს რო შეხვდე. ანუ რეალობაში არ არსებობს ეგეთი მონაცემები. რეალურ ცხოვრებას გულისხმობ რა. Okay? Okay, მივხვდი, მადლობა. ანუ ორად იყოფა მაგ დროს ჩემი აზრი რა, იმიტომ რომ რავი რა, ხო ხვდები რომელია ხა 2019 იყო 6 წლის წინ. და რავი, დიდი დროა 6 წელი რა. კაი. აქ არის შედეგები. შედეგებსაც გაგაცნობთ. ანუ ეს არის error rate-ები. მეგობრებო. და ქვემოთ არის ბეტა უწერიეთ რა. Yeah. Oh yeah. კაი, ეს ლამდა პარამეტრი არის იმაში რა ქვია, focal loss-ში არის მარტო რა და მაგიტო უწერია აქ რა ლამდა პარამეტრიც აქ. ან ნახეთ, ფაქტობრივად ყველა იმაში რა ქვია, long tailed cipher 10-ში მაგალითად აიღეს ბეტა საკმაოდ მაღალი და cipher 100-ში შეამცირეს. მაგრამ, ნუ ეგ არაა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში რა. საბოლოოდ ანუ UI-ზე რო იქნებით, არაა გამორიცხული რომ ეს მეთოდი დაგჭირდეთ, იმიტომ რომ მართლა კაი მეთოდი არის და ძალიან სწრაფადაა იმპლემენტირებადი, მაგაზე ხო თანხდებით რა. ანუ საკმაოდ მაგარი მეთოდი არის ხო, თან როგორც ნახე focal loss-თან ერთად ხმარობენ და ეგ საერთოდ მაგარი რაღაცაა. ხო, focal loss-თან ერთად ხმარობენ და რეალურად იმპლემენტაცია ძალიან მარტივი არის რა. ან
წინასწარ იმაშვები, რა ქვია. წინასწარ ითვლი რა ამ ყველაფერს რა და მე ამრავლებ უბრალოდ ტრენინგისას რა. ან ძალიან მაგარი რაღაცა არის საბოლოო ჯამში. და არა გამორიცხული მართლა რომ დაგჭირდეთ რა. აი ეხლა შევხედოთ ამას რა. Cifar 10-ზე ვთქვი რომ მე მგონი coarse grained-ი ხო? და საკმაოდ მაღალი აიღეს და long tail-ზე აიღეს შედარებით დაბლები. ისე Cifar 100-ზე აიღეს შედარებით დაბლები. Cifar 100 არის fine grained-ი. ან 0.99 საბოლოოდ შედარებით დაბალი არის რა. ეგ მომენტიც არის გიორგი მან. წენა რომ ვილაპარაკეთ. უი. ან საშუალო არის უფრო. არც იქით არის, არც აქით რა. 0.9 რო დამეწერა, მე მგონი კითხვაში აჯობებდა. და უფრო მიპასუხებდი ეგრევე ალბათ. მაგრამ აქაც იღებენ ნახე 0.99. ანუ ძალიან მოკლედ აი ვერ იტყვი ეგრე რა, აი პირდაპირ რა როგორი მონაცემი არის. საბოლოოდ შენი ლოგიკაც სწორი იყო, ჩემი ლოგიკაც სწორი იყო და საბოლოოდ ექსპერიმენტზე არის დამოკიდებული რა და უბრალოდ დაიღეთ რაც 0.99 რა. ან 0.9 რაც ორი პარამეტრი არჩიე და გატესტეთ ხოლმე მაგაზე რა თუ იქნება საშუალება. ან ტერნარის ის აქ ანუ სიფარატზე იხმარეს 0.9 ანუ 999 და სიფარასზე იხმარეს 0.9 და ანუ 0.9-ით უკეთეს შედეგი მიიღეს და შეიძლება ეგეც არის გადამწყვეტი რომ ანუ სიფარასზე ხო მეტი მონაცემია და ანუ მეტ მონაცემზე დაბალი ისიხმარეს. ხო ანუ ისა რა ქვია დიდი overlap-ი არის და მაგიტო იხმარეს შედარებით დაბალი და Cifar 10-ზე შედარებით მაღალი იხმარეს, იმიტომ რომ overlap ფაქტობრივად, ანუ overlap-ი სადაც არ მაქვს ფაქტობრივად მონაცემებს შორის ვიხმაროთ დიდი, ფაქტობრივად ერთთან ძალიან ახლოს, overlap-ი როცა მექნება, ვიხმაროთ შედარებით პატარა. ოკეი? პატარას გული 0.9-დან 0.999-მდე იხმარეთ რა. ეს პარამეტრი გამოიყენეთ ძირითადად. გისმენ გიორგი. ანუ ამ თემას ძირითადად მაინც ანუ შეეხება ანუ უფრო ანუ ესეთი ანუ გამოჩნდა თუ ანუ ამ AI-ს რო ათრინებთ ასეთი ბევრი პარამეტრია. ანუ რატო ანუ ხო შეგვიძლია ანუ AI-ს დათრინებისასაც ხო ფაქტურად ფუნქციას ვათრინებთ, რომელსაც ძალიან ბევრი პარამეტრი აქვს. ანუ დავათრინოთ ესეთი ფუნქცია, ანუ რომელიც მიხედვითაც დავათრინებთ ამ AI მოდელს. ანუ რომ ეს პარამეტრები რომ ანუ როგორც AI მოდელი ეგრე დავათრინოთ. ანუ ოპტიმალური პარამეტრები რო ავიღოთ სულ? ხო ანუ HPO-ს გამოყენებით პროსტა ხო? HPO რა არის? Hyper parameter optimization HPO. იცი რა არის გიორგი? ისეთი რაღაცა არის. არც არის რა პარამეტრი რა შედეგს მოგცემს. ერთ პეიპერი წავიკითხე იმ დღეს. ბოლოში ეწერა ეგეთი რაღაც, რომ ჩვენ უბრალოდ განახებთ ექსპერიმენტის შედეგს და კაც მარიცის ეს შედეგი რატომ მივიღეთო. მაგ ყველაფერს ვამბობთო მამაზ ეციერს. და მაგის ის არა ზუსტად AI რომ ან მართლა ზუსტად ეგრე ეწერა, ანუ რაღაცა ძალიან ბევრი იწონს და ბოლოს ეგ მიუწერეს, რომ არ ვიცითო რატომ მივიღეთო ეგ შედეგიო, რატომ მივედითო მაგ შედეგამდეო ამ პარამეტრებითო, მაგრამ აი ეს არის ჩვენი საბოლოო შედეგიო რა. Meta learning-ი ქვია მაგასო. კაი, ანტო დაგვიხსენი მაშინ, იმიტომ რომ მეც დიდად არ ვარ მაგას ჩახედული რა. და არც დავიწყებ მაგაზე რაც დიდად პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ვერ გავცემ კარგ პასუხს მაგაზე, რატო არ შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ. ანუ gradient descent-ს აკეთებ hyper პარამეტრებზე, მაგრამ ყველა hyper პარამეტრზე ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ზოგი არ არის ის რა ქვია მაგას differentiable. ანუ ხო, მშვენიერი პასუხი. ან წარმოებადი არა. აი, მშვენიერი პასუხია. არ ვიცოდი ეგ მართლა. ოკეი, ნიკოლას, როგორც გინდა.
იმედია რაღაც მაინც გაიგე ამ ლექციიდან და რო უყურებ მე ბოლომდე იქნებ მეც კიდე რამე ახალი გაიგე. ოკეი. ხო, შვენიერი პასუხი იყო, ანტონ, მართლა მეც არ ვიცოდი, ეგ მიზეზი რა იყო, მაგის მიზეზი რა იყო. მადლობა დახმარებისთვის. და კითხვა ძალიან კაი იყო. მეც მიფიქრია მაგაზე რა, ხო ხტები ყველას უფიქრია რაღაც მომენტში მაგაზე, ვინც AI-ს ჩახტური, მაგრამ ალბათ არ ჩავიხედე, არ დავიზარე, ან რაღაცა ეგეთი რა, არ ვიცი მოკლედ. კაი. ეს წუთიდან უცბად ისმენ. ერთი რაღაც პროექტი გავიგან პასუხთან. შეიძლება თვითონ რაღაც არ ვიცი და მაგის გამო, ანუ ჩვენ რა თუ გჭირდება რომ წარმოებადი იყოს ეგ თვითონ, ანუ AI მოდელშიც ხო არაა წარმოებადი უმეტესობა პარამეტრი თუ ანუ არა, ყოველთვის წარმოებადია, რასა, როგორ არაა წარმოებადი. ყველა ფუნქცია ისე არის აღებული პირიქით, რომ ძალიან მარტივად იყოს წარმოებადი. მაგისთვის ერთ წამით ამაიც არა ერთხა. ვაიმე. არპატის პლეილისტი უნდა ვნახო. ავტოგრადი, ხო, ავტოგრადი. სად არის? მეგონი ეს იყო, არ მახსოვს. აი, მოკლედ ამ ვიდეოს ჩაგიგდებ. ეს უნდა იყოს წესით. კარგით. კოდის წერა ხო კარგად იცი შენ? კი, Code Force როგორ აქვს ყველა გრაინდებ და ეს არის მოკლედ ძალიან მაგარი ადამიანი. რაც უფრო მეტ ვიდეოს ამის ვიდეოს უყურებ, უფრო მეტ ისწავლი ზოგადად. კარგი. ხო, ეს თუ ეს არის კარგი იქნება, არ მახსოვს ზუსტად რომელი იყო. და იმედ ეგ არის ავტოგრადი რომელი ვიდეო იყო, ხო არ გახსოვთ თქვენ? პირველია? არ მახსოვს. მაიკროგრადი, ხო, მაიკროგრადი. არ მახსოვდა, ხო არა, ანუ ზუსტად არ მახსოვდა ავტოგრადს ლოქოზე. ბოდიში გიორგი აი ეს ვიდეო ნახე, მაგჩვენ. მაგ ვიდეოს გადავხედა მაინც უყურებ, ანუ მიყევი, პირველ ვიდეოს უყურებ პირველ რიგში. აი ეს არის პირველ ვიდეო, მაიკროგრადს აწყობს, გამავიწყდა, მადლობა ბიჭებო გამახსენეთ, იმიტომ რომ იმდენი ხნის წინ ნახე ეგ რო. აი აქ ახსნის ყველაფერს რა, ზუსტად რაც იკითხე რა. კაი, აქ თვითონ რაც არის მოცემული, მეგობრებო, აი ეს გაშავებული რო არის მომცემ, ეგ არის error rate. და ზემოთ რო არის იმბალანსი, ანუ წარმოიდგინეთ ეგ არის ესე იგი ყველაზე დიდი კლასის ზომის შეფარდება ყველაზე პატარა კლასის ზომასთან. ხო და 200-ზე 31-ს იღებენ მაიკრო, მას რა ქვია, error rate საკმაოდ მაგარია. და შედეგებიც ისეთი კარგი, ანუ ძალიან მაგარი პეიპერია საბოლოოდ რა. და დამინტერესდი მე მეთქი ვინ არიან ავტორები, იმიტომ რომ ანუ იშვიათია ესეთი კაი პეიპერი რო დაწერონ რა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო ახსნილი, მათემატიკიდან დაწყებული, მეთოდიკით დამთავრებული, ექსპერიმენტების ჩათვლით და ნუ ასე შემდეგ რა. სლაიდებში არ მიწერია, მე ამასაც განახებთ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის. და კაროჩე ესეც შეიძლება გამოგადგეთ UI-ზე მეგობრებო, აი ხარ ასაც გადახებთ ცოტა ხანში რა. ბოლოში ჩახვედით ყველა აი ეს იმპლემენტაციამდე მიხვედით? არა. მე ვერ მივხვდი უბრალოდ სადა. კი ბატონო, ავხსნი მაგას აუცილებლად. აი, მანამდე ნუ შედეგები დავიკიდოთ, იმიტომ რომ დიდად რამ განსაკუთრებული და განსაკუთრებულ ვერაფერს ვერ გეტყვი, error rate არის საბოლოოდ ეს რა. აი, აქ რა არის ხო წერია, error rate არის უბრალოდ. აი, იმპლემენტაციაში, აი sigmoid loss-ებზე რა. ბოლო ლეიერი გახსოვთ რა არის? ან პროსტა n ლინეარი რო არის ხოლმე რა. კლასებს რო იმაშვები. კლასებს რო კლასის რაოდენობას რო ვიღებთ აუტპუტად რა მაგენი. ანუ ხო, კლასე, ანუ
აქ არის რა რეალურად რა. მე ბაიას ვიღებ 0-ს მანდ ყოველთვის რა. მე რა ნუ ზოგადად რა თურმე ბაიას იღებენ 0-ს ძირითადად. რაც არ არისო ამათმა ოპტიმალური. და ეგ რის გამო არისო არა ოპტიმალურიო გეტყვით, რომ თითოეულ კლასზეო ალბათობაო პირველი ანუ რამდენი ტრენინგის დასაწყისშიო ლოსები რო დაითვლებაო, თითოეული კლასის ალბათობა ძალიან ახლოს არის 0.5-თანო. რაც არ მაწყობსო, არ მინდაო. ხო და იღებენ ეგეთ რაღაცას, რა შემოიღეს კი, რაც გინათ ის დაარქვით A, B, C, რაც გინათ ის დაარქვით რა. P დაარქვეს ამათმა რა. შემოიღეს რაღაცა P, რომელიც არის ერთი შეფარდებული C, რომელიც არის კლასების ოდენობა. ან ყველა ეს არის ზოგადი ის რა ქვია მნიშვნელობა რა. და ბაიას უმატებენ. რომელიც არის აი ეს მნიშვნელობა. და weight decay-ს უშლიან საერთოდ. ანუ backprop-ისას weight decay არ მაქვს საერთოდ. მანდ. ან ბოლო layer-ში. გამიგეთ? და ანუ ამან მისცა ასევე მე მგონი ეს შედეგიც რა, იმიტომ რომ ეს ახლა ისე დაკვირვება არის, რომ ან ხო ხვდებით უბრალოდ ესე არსაიდან არ მოგივიდოდა, ან ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს და რაღაცა სასურველ შედეგზე ვერ მივიდნენ და აი ამ მცირე ოპტიმიზაციით მივიდნენ მე აი ამ შედეგებამდე. ან აი ხო ხვდებით რა, რატო შეიძლება ეს მოგაფიქრდეს საერთოდ? არ ვიცი რა. ან დიდი ალბათობით ძალიან ბევრი რაღაც წადეს. არა, ეხლა ეს არის რეალურად ექსპერიმენტული პეიპერი გიგი რა, ეხლა ვითომ მოტვინეს რა ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს, დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი. გამორიცხულია ხო მართალი ხარ, რომ აი აქამდე ესე არსაიდან მიხვიდა. და პირველივე ექსპერიმენტზე ამას არიზავ. და learning rate decay გაზარდეს. იმიტომ რომ ანუ თურმეო რაც unbalanced monotone-ზეო 0.01 მაგივრად პირველ რამდენიმე ან 0.01 მაგივრად 0.1 რო აიღო პრობლემებს გადაგვიჭრისო რა. ანუ learning rate-ო რომ იცვლებოდა, ოდნავ რო იცვლებოდა მაღალ data-ს იმბალანსეო. error rate იზრდებოდა, ხო და ოდექით learning rate decay შევცვალეთო. და მაგალითად, ანუ ეს learning rate decay შეგიძლიათ რაღაც პონჩი დაიკიდოთ, იქ რაღაც ამოცანაზე რომ მოგიწევთ მუშაობა რა, მაგრამ ჩემი სურვილი არის რომ ეს 1 - ბეტა ხარისხადენი შეფარდებული 1 - ბეტასთან დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ არ გამოურიცხავ, რომ აი ეს რეგულარიზაცია იყოს გადამწყვეტი ხშირად რა. რეგულარიზაცია რომ კლას აი ლოსის რაც ოდნავ ცვლილება რა. ხო გახსოვთ წინა ოლიმპიადაზე სინგაპურელებმა რომ 0.07 არისო ოპტიმალური ტემპერატურაო იმაზეო ინფლუენსი ლოსიო რო თქვეს, ხო გახსოვთ ეგ? და აი ეგეთი რაღაც პატარა დეტალი აი შე როგორც არის ეს ბაიასი თუნდაც შეიძლება ეგეც იყოს გადამწყვეტი. გამიგეთ? თუ შეგიძლია თავიდან გაიმეორო. აი ნახე, ბოლო layer-ში ბაიას შენ რო არ ამატებ, ეგ არისო ცუდიო. მაგასიც ახია. და იღებენ რაღაცა P-ს, რომელიც არის ერთი შეფარდებული C-ს, რაღაცა კონსტანტა არის, ხვდები? ან ყველას მაგას იყენებენ. და მე ედგებიან და იღებენ ბაიას, რომელიც ტოლია მინუს ლოგარითმი 1 - P შეფარდებული P-სთან. ეს არის კონსტანტა, რომელსაც იყენებენ როგორც ბაიას ბოლო layer-ში. ბოლო layer n ლინეარს რო წერ ბოლოს შენ და უთითებ in feature-ების ოდენობას პირველს და out feature-ების ოდენობას მეორეს. out feature-ები ხო კლასების ოდენობა არის, ხო? და მერე შენ ბაიას არ უთითებ ხოლმე რა ბოლო layer-ში ზოგადად. მაგრამ ამათმა ეგო პრობლემაა, იმიტომ რომ თითოეულ
იმაზეო რა ქვია, იტერაციაზეო შევატყეთო, რომ როცა 0-ს უთითებდითო, თავიდან ტრენინგისასო თითოეული კლასისთვის ალბათობა ხდებოდა 0.5-ის ტოლიო. რაც არ მინდაო და მაგიტო ბაიასი შემოიღეს აი ესეთი. აი ეს არის ძალიან კაი რაღაცა. ეს დაიმახსოვრეთ და მეორე ბეტა. ეხა 2 წუთი შევისვენოთ და გავაგრძელოთ მე, ოკეი? არ გავაგრძელოთ რა მას ერთ წუთი გისმენთ ხო? ანუ თვითონ ეს ბაიასი რაღაც ანუ რაც უფრო learning rate რომ მცირდება, მით უფრო ცოტა ხდება, ანუ დინამიური რომ გავხადოთ, ანუ მე ზუსტად კი ვერ მივხვდი, ანუ არა, მაგრამ learning rate რო იცვლება ზოგადად loss-ის გავლენაც იცვლება, ხვდები? ანუ მარტო bias-ის კი არა. ან bias-ი არის ფაქტობრივად პროსტა კონსტანტა, რომელსაც ჩვენ უმატებ მატრიცას რა. ანუ ხო მაგრამ როგორ უნდა მოაგვაროს ან 0.5-ის პრობლემა რომ ანუ ეს არის აი რეგულარიზაციის მომენტიც არის მანდრა. ანუ bias-ი გეხმარება რეგულარიზაციაშიც. ამიტომ რა ვიცი, აგვარებს ფაქტია, ხვდები? აი ხა აქ ისეთი რაღაცა არის, რომ მაგაზე ამ ავტორებს უნდა ვკითხოთ ეგ მაგაზე პასუხი, იმიტომ რომ ექსპერიმენტალური შედეგი არის, ხვდები? ანუ არც ავარწმუნეთ აქ რატო ხდება ეგ, აი პირდაპირ თქვეს, რომ შველისო ესო. ანუ ზუსტად იმას ვერ ვხვდები, რომ თუ ბოლო layer-ზე, ანუ ჩვენ 0.5 თუ არ გვენა, თუ bias დავამატებთ, ანუ აქ ვარყოფითს ვამატებთ. ეს 0.5-ის მაგრად გახდება მაგალითად 0.4. მაგრამ ანუ ეგ რატო არის უკეთესი 0.5-ზე? ანუ კი ანუ ეგ გამოიწვევს რომ ანუ უფრო ანუ სხვანაირად შეიცვალოს მოდელი ამის შემდეგ ანუ თვითონ და ანუ მოდელმა შეიძლება ანუ თუ 0.5-ის ფიქრობს ანუ პასუხი რომ არის ანუ წინა layer-ში მოახდინოს ცვლილებები რომ მაინც 0.5-ზე დაახლოს, თუნდაც ეს bias-ი რომ დავამატოთ. ანუ bias-ის გარეშე 0.6 რომ იყოს და bias-ი 0.5 გამოვიდეს. თუ ანუ bias-ი -0.1-ია. ანუ შენი კითხვა არის ფაქტობრივად ანუ ეს 0.4 რო გახდესო, რატო არის 0.5-ზე უკეთესიო, ხო? კი. ოკეი, დავფიქრდეთ მაგაზე. თქვენს რამე იდეა თუ გაქვთ, გამოუშვით, მეც ვიფიქრებ მანამდე რა. მანამდე 2 წუთი დამელოდა, 2 წუთი შევისვენოთ, ვიფიქროთ ამ კითხვაზე და მოვალ ეხავე კარი უნდა გავაღო.
ოკეი. ოკეი, გავგზავნოთ იმ კითხვიდან. მიქა, ეს რაღაცა ფოკალოსის პეიპერში აღმოჩინეს, აქ არა. უბრალოდ საიტინგი უკნეს. საიტინგი უკნა ეს? ხო. ოკეი. შვენიერი. მაგრამ sigmoid based loss-ებზე არის აქ საუბარი და ანუ ეს bias-ის ტექნიკი ეგრო მაგით შეცვალონ ფოკალოსში იქნეს პირველად. აქ უფრო ისქნეს სხვანაირად შეფუთეს. მაგრამ ზუსტად იგივე არის. ზუსტად იგივეა, ხო? ანუ, ოკეი. просто ამათმა sigmoid-ზე ქნეს და მაგიტო არ მოუწიეთ, რაც დასაითება, ხო? არა, დაასაითეს. აი, ხო, ბაზარი არა. ოკეი, მიზანსაც ხო არ იტყვი რატო? რა მიზეს? კითხვა რო დასვა? ხო. ის არ უსმენდი და ვერ გავიგე. ანუ რატო მუშაობს ეგრე? რატო გვაწყობს რომ 0.5-ზე არ დაიწყოს სიტყვაზე და დაიწყოს 0.01-ზე? ანუ ძალიან დიდი გრადიენტები იქნება და არ იქნება სტაბილური. ანუ ჩვენ ფაქტიურად იმას ვაკეთებთ, რომ აი, ნახე გიორგი, ბოდიში. ან 0.20-ზე კი არ დაჯდება მაგ შემთხვევაში. ჩვენ დაგვიჯდება ეს განაწილება bias რო დავამატებთ 0-თან ახლოს უფრო, ანუ ერთშეფარდებული C-სთან უფრო ახლოს რა. ერთშეფარდებული ხო, უფრო ახლოს დაგვიჯდება 0.1-თან, 0.01-თან და ასე შემდეგ. და მაგის გამო გრადიენტი დიდი არ მექნება რა, 0.4-დან 0.6-ი კი არ დამიჯდება, პირიქით ბევრად უფრო ნაკლები დამიჯდება. ეგ ისინი რა ქვია, value-ები რა. და ეგ გვინდა ჩვენ და არა ის რომ 0.5 დაგვიჯდეს ან 0.-0.5. ანუ ჩვენ ფაქტურად ანუ როგორ ვთქვა, ან საწყის მომენტებში, ან დათხრინების საწყის მომენტებში მოდელს ანუ ვეუბნებით რომ უფრო დარწმუნებული იყავი პასუხში, რომ ანუ უფრო მეტი რამე შევცვალთ მოდელში, ანუ უბრალოდ სწრაფად რომ განვითარდესავით, ანუ ანუ სუდად ვამბობ, ანუ უფრო სწრაფად რომ შეიცვალოს, რომ ანუ სწორი პასუხი რომ მოგცეს. ხო და არა, მე მაგაში ვერ მოყვები, რომ უფრო სწრაფად შეიცვალოს, იმიტომ რომ გრადიენტი როცა უფრო მაღალი მაქვს, ხო შესაბამისად უფრო სწრაფად იცვლება ლოსები. და 0.5 რომ ექნება მე მან მნიშვნელობა მიღებული, ლოსი უფრო სწრაფად შემეცვლება. და ზუსტად აი ეგ ლოსის სწრაფი ცვლილება არ მინდა. გამიგე? გვინდა რომ დავასტაბილუროთ მოდელი. ხო, უფრო გვინდა რომ დავასტაბილუროთ. კი, უკვე მივხვდი. მივხვდი? კი. კაი, ანტონე, კაია რო ნახე ეგ ფოკალოსზე. საკითხული გაქვს შენ? კი, მაგრამ ანუ საიტინგიც იყო და დავაჭირე და. აი ეს 26 რო არის მაგაზე იძახი? ხო. focus for this object. კაი, მე მეგონა ეს საიტინგი იმაზე იყო რა ქვია. უი, წერტილის მერე დაიწყო ეს საიტინგი. ოკეი, ვერ დავინახე. მე მეგონა რაც ამაზე იყო რა. მეთქი ეს რატო და საიტს ვერ დავინახე. ოკეი, შვენია. კაი. დაში შეგვიძლია რა მივიდეთ ფაქტობრივად ბოლოში. დარჩენი უბრალოდ შედეგების გადახედვა არის, შემდეგი ორი გვერდი. ძალიან ისეთი რისერჩი არის რა, გამოგადგებათ. საბოლოოდ მე რეაქცია არის იმაზე რა ქვია. აი ნატურალისტზე და რაღაცებზე. ეს error rate არის. და focal loss-ებს იმაშობენ, focal loss ტესტავდნენ რა. და resonance იყენებდნენ. თუმცა უკვე ისინი ზომა არის გაზრდილი და მაგიტო იკლებს ეგრე ძალიან ის რა ქვია error rate. ან ყველა საჯობს რა მოკლედ რა. ან
ეს უბრალოდ კლასინგ ბალანსის დისბალანსი რო არის კლასებს შორის, ანუ პროსტა ტრენინგს ბევრად აჯობეს რა. ეს არაა ცოტა, ანუ პირველივე იმაში 4%-ით რო ჯობდეს. აქ ხო. გისმენთ. ანუ მე ამ research paper-ში ის ვერ მივხვდი რომ ანუ აი table 3 რომ არა უფრო table 3 მეთქი მაგ table 3-ის გამოთ რომ ანუ figure 7 ანუ აი მაგ ეგეთი რაღაც აი მაგალითად 30 ეპოქზე და 60 ეპოქზე რატო არის ანუ ეგეთი დიდი ცვლილებები ანუ რით არის გამოწვეული ეგ თავიდან იმიტომ რომ ისა რა ქვია ტრენინგი არ მისულა იქ გაპლატოვება მოხდა და შესაბამისად ჯერ კიდე სწავლობს და დიდი ცვლილებები ლოგიკური არის რომ იქნება რა ანუ ეგეთი დიდი ცვლილებები? კი შენც რო დაატრენინგებ მოდელებს ცოტა ხანში ნახავ ესეთ გრაფიკებს ხშირად და არ დაპანიკდე პანიკაში არ ჩავარდე კარგით აი ოკეი კიდე შეგვიძლია მოვურჩეთ მე თქვენგან ახლა კითხობს ველოდები ჯერ ჩემგან გეტყვით რა მინდა რომ დაიმახსოვროთ რა გიგითხარით მაგრამ კიდე ერთხელ გეტყვით რა თვითონ ის 1- ბეტა ხარისხადენი შეფარდებული 1- ბეტასთან და აი ხო ნუ focal loss-ი რო დაასაითეს აი ეს bias-ის თერმი აი ეს ორი რაღაც დაიმახსოვრეთ რა რა იცით და შესარჩევზე მოვიდეს ისეთი ამოცანა არავინ არ იცის თან ხო იცით ახლა მაგას ისეთი რაც არის რომ ბევრი რაღაც იქნება ახლა ჩემზეც დამოკიდებული ამოცანის არჩევაზე მაისაკაც კიდე რამდენი ფეიფერია გასარჩევი იქნებ კიდე მომეწონოს რომელიმე ეგეთი არა არ გამოურიცხოთ წელს diffusion-ს ვიზა აუცილებლად გიგი ეჭვიც არ შეგეპაროს diffusion model-ს აუცილებლად მოგიტან დაჟე მეცად გეტყვი იმასაც მოვიდა რა ქვია აუდიოებსაც მოიცადა აბა ანუ 4 ამოცანა იქნება ლოგიკურად ხანდაო ბიჭო რა ის იქნება რამდენ ხანში ჩემი აუ იყოს რა ოღონდ ორ ეტაპად დაყავით რა 3 ამოცანა და მეორე ეტაპზე diffusion და აუდიო კლასიკალო რა მე video diffusion მოდელები გვინდა როგორ რა გვინდა video diffusion-ის გაწვრთნა აი კაცის video diffusion-ი გვინდაო ვაფშე video diffusion-ი აუდიო იმით რა ქვია იმანა სამივე კლასიკალ ემელი მოიტანეო და მე ლეიბლებს შეატრიალებს აიღებს 0.07 სკორს ან რაღაცას და -1-ზე ვერ გაამრავლებს ანტონ ისწავლე ცოტა კოდის წერა არა კაი ნუ კაი რომ მაინც მარცვლი ოკეი რეკორდინგს გავთიშავ